ის ამხელდა ქრისტე. უპირველესად აბა გავიხსენოთ. დელმსახურებს ამხელდა. ფარისევლებს და მწიგნობრებს ამხელდა. რატომ? იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ზუსტად ეს ექსკლუზივი. მათ ეგონათ რომ ისინი მათ ჰქონდათ ჭეშმარიტების გასაღები. ხელთ ებხრათ ასე ეგონათ და ისინი უკეთესად იყვნენ გათვითცნობიერებული რასაკვირველია ჯგუფში ვიდრე რიგითი ერისკაცები და აი ამით სარგებლობდნენ. ამახინჯებდნენ ჯგუფს, ღმერთის სახელით მანიპულირებდნენ და ადამიანებს რწმენას უკარგავდნენ. და ამიტომ ამხელდა იესო ქრისტე მათ ასე მძაფრად, მკაცრად, რომ ღმერთის სახელს ბღალავდნენ, პროფანაციას ახდენდნენ ღმერთის სახელის სიწმიდისა. და იმისათვის, რომ ეს ასე არ გაგრძელებულიყო და ხალხს თვალი აღფეხილა და დაენახა, რომ ეს მღვდელმსახურნი კი არიან, მაგრამ ჭეშმარიტი მსახურნი არ არიან. ისინი ღმერთს მხოლოდ გარეგნულად სცემენ თაყვანს, მაგრამ შინაგანად მათი გული დაქვავებულია. ამიტომ ფარისევლები არიან ისინი. და იმათ ამხელდა და ამ ხილების მაგალითზე აჩვენებდა, რომ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ღვთისმსახური, ნამდვილი მორწმუნე, ნამდვილი ქრისტიანი უკვე, იმიტომ რომ ის აფუძნებს ქრისტიანობას.